ქართულ ოცნებაში გავრცელებულია, კარგად ეხმოდმულია, ამან გაამართლა ამ ფორმატმა ამგვარი შეხვედრები. Აი ეს ადამიანები, რომლებიც დღესაც არიან ხელისუფლების სათავეში, გადანაწილებული აქვს ძალაუფლება და ხელისუფლება ჩვენ ქვეყანაში, იშვერენ ხელს ჩვენსკენ და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ, ანუ დრომოჭმული პოლიტიკოსები, დრომოჭმული ადამიანები, ძველი დროიდან გადმონაშთები, მუმიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მგონი ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის კაცი ისეთ დაპირებებს შეიძლება იმის იმედიც გვაქვს, რომ გაკეთებული აქვს. იმდენი საქმეები და იმის იმედი უნდა გქონდეს. ვისაც რაღაცა გაკეთებული აქვს, ქვეყნისთვის თუ არა. რომ მოიყვანო კაც და მე ამას გავაკეთებ, ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არაფერ არ გაკეთებია. მე ვიცნობ ჩვენ ამ კაცს გაზეთებიდანაც ყველაფრიდან რომ რამდენი რამე სიკრეტია გაკეთებული. ჩვენ გაცილებით მეტი ვართ მათ ხოჩში ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ ხედავთ ახლა არც თუ ისე მრავლად ავართ ახლა ამ შეხვედრაზე ან წუთში, იმიტომ რომ ხალხს ეშინიათ. ვერ გამოდიან. ახლა მართალია ცოტა შემოდგომაა და ყანებში ვართო, მაგრამ ჩვენც ვიყავით ყანებში და გამოვედით და წამოვედით და შევხვდით. მოგეხსენებათ ამ ფორმატის შესახებ ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა ესეთი შეხვედრები. წინა საარჩევნო საქართველოს ჩვენ დაახლოებით აპრილის თვიდან დავიწყეთ ამგვარი შეხვედრები. დღეს სოფელ მათხოჩში, ხონის რაიონში გვაქვს შეხვედრა ათხოვჯელებთან. ბოლო 6 თვეა შეხვედრიდან შეხვედრამდე მე ვწუნდები, რომ ჩვენ გამარჯვებას უბრალოდ ვერ შეაჩერებს ვერავინ და ამას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. სხვა 1 ოქტომბერი იქნება ქართული ოცნების სრულიად საქართველოს გამარჯვება და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, გაგრძელდება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი მეგობრების, ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრები.